არასამთავრობო ორგანიზაცია ძეგლის მეგობარი 5000 წლიანი ოქროს საბადოს შენარჩუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ აქცია ბოლნიში საყდრისი ყაჩაღიანი სუბნის ტერიტორიაზე გამართეს. აქციაზე თბილისიდან ჩასული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 15-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაც თან ჰქონდათ პლაკატები: "ნუ აგვიფეთქებთ ისტორიას, დაიცავით კულტურული მემკვიდრეობა". ახალგაზრდებმა საყდრისში აქცია ჯერ კომპანია RMG ოქროს საბადოს მომპოვებელ ერთ-ერთ კარიერთან გამართეს, შემდეგ კი საყდრისი ყაჩაღიანის უძველეს კარიერთან გადაინაცვლეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ძეგლის მეგობრის ხელმძღვანელი სალომე ჭანტურიძის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ ოქროს მომპოვებელ უძველეს კარიერს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც უცნაურია. ძველ კარიერთან კომპანია RMG-ს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა, რომლებიც კარიერზე არიან დასაქმებული. მათთან ჰქონდათ პლაკატები: "ნუ გვართმევთ ლუკმაპურს და ჩვენ უკან ჩვენი ოჯახებია". ისინი აცხადებენ, რომ ამ კარიერზე სამუშაოების შეწყვეტა დაუშვებელია, რადგან მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქციაზე მისული იყო ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ამ კულტურის ძეგლის მქონე კარიერის დაზიანებას ეწინააღმდეგებოდა. ადგილზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, საყდრისი ყაჩაღიანი სუბნის ტერიტორია 9 ჰექტარს შეადგენს. 1987 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უამრავი ოქროს მომპოვებელი ქვის ურო და იარაღი. 2004 წელს ადგილზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს ირინა ღამბაშიძემ და გერმანელმა შტოლმერმა. 2006 წელს კი კულტურის სამინისტრომ ამ ადგილს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. რო ეს აი ჩვენი მემკვიდრეობა. მერე ამისი დანგრევა და ის არ შეიძლება. ძეგლებს არ ვეფერებით. რას ვისეფერები, აბა აღება გინდათ, როგორ ეფერები? როგორ შარშან აქ მუშაობდა. ვინ მუშაობდა? ვინ მუშაობდა? 10 წელია მეცნიერი ქალი აქ მუშაობს. იმ მეცნიერ ქალს განაწყენებულია და ეხლა ვინ არის განაწყენებული? ვინ ხუშტურები ნორმალურად მელაპარაკე, რა ხუშტურები არ არის. მაგის ვერ მივცემ. ეგრე არ არის. 5000 წლის წინანდელი შახტებია, დედას გებიცები. შეიძლება ეს ამის დანგრევა. როგორ შეიძლება ამის დანგრევა, დო? ეს აბსურდია. დღევანდელი აქცია დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაცია ძეგლის მეგობრის მიერ. ვაპროტესტებთ კულტურის ministrისა და პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც შეეხება საყდრისის ტერიტორიას და როგორც მოგეხსენებათ, ეს მაღარო არის მსოფლიოში ოქროს სამთო წესით მოპოვების ყველაზე ძველი კერა. თუმცა მას უკვე სტატუსი მოუხსნეს და შესაძლოა დავკარგოთ კულტურული მნიშვნელობის უნიკალური ძეგლი და ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს. თუმცა ეს აქცია არის მაინც ჩვენი დასაწყისი. გვჯერა, რომ სწავლის დაწყებასთან ერთად უამრავი სტუდენტი შემოგვიერთდება და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლებით შევახსენებთ მთელ საქართველოს და მთელს იმ უწყებებს, რომელსაც ხელს ეწიფება ამ ძეგლის მდგომარეობის მოგვარება. RMG კოპერში, გარემო დაცვის სფეროში. ნუ აქ საკითხი დგას ძალიან ესეთი კუთხით, რომ ძეგლთა სტატუსი, ძეგლთა დაცვის სამინისტრო მოუხსნა სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს ამაზე ვიცი გადაცემა მომზადა, ვიცი ძალიან დიდი აჟიოტაჟია ტეხილი, მაგრამ აი ძალიან ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი კუთხე ეს მიმდებარე სოფლები და მთლიანად რაიონი დამოკიდებულია, მისი კეთილდღეობა, მისი ცხოვრების დონე დამოკიდებულია ამ ორ საწარმოზე. ძირითადი საწარმო და ეს რო გაჩერდეს და ჩვენ აქ მადნის მოპოვება შეწყდეს, წარმოებები გაჩერდება და ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი ღატაკი უბანი იქნება და ღატაკი რაიონი და რეგიონი იქნება აქ. წალკაში სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველი პროექტის საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ამომრჩევლის როლის გააქტიურება. წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში კარდაკარ შემოვლის პრინციპით მოსახლეობას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზრუნავს ეთნიკური უმცირესობების ამორჩეულთა ინფორმირებაზე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებულმა სასწავლო ცენტრმა გასცა გრანტი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ამორჩეულთა ინფორმირების კამპანიის განხორციელებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი დაიწყო წალკიდან, ვიდრეიდან იცით, რომ წალკაში საკმაოდ ბევრია სომხური ენის მოსაუბრე მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც არჩევნებს ეხება. მეორე წელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველი უეროვნულ უმცირესობებში სამოქალაქო ცნობიერების ამახლებაზე მუშაობს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ ერის ბარიერი მარტივ ენაზე, განუმარტოთ რა არის არჩევნები, რატო უნდა მივიდნენ, რატო უნდა მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს მათი ცნობიერების ამახლება. მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამგეობის თანამშრომელი დააკავა. დაკავებულია ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ავთანდილ ქველაძე. როგორც ირკვევა, დაკავებულმა თურქი ეროვნების ინვესტორს დახმარება აღუთქვა. მარნეულის ცენტრში მდებარე 818 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში. ამასთან თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აღნიშნული მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარება შესთავაზა. აღნიშნული სანაცვლოდ ავთანდილ ქველაძემ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის $50,000 ნაწილი $25,000 წინასწარ აიღო. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 15 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ავთანდილ ქველაძემ თურქი ეროვნების მოქალაქეს დახმარება აღუთქვა ქალაქ მარნეულის ცენტრში მდებარე 818 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში. ამასთან შესთავაზა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში. აქვე დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურეობრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას მშენებლობა დაიწყო კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე. აღნიშნული სანაცვლოდ ავთანდილ ქველაძემ ქრთამის სახით წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის $50,000 ნაწილი $25,000. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მესამე ნაწილის E ქვეპუნქტით. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა პირველი საარტილერიო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს. სამხედრო სწავლებას გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაესწრნენ. სწავლება ერთ ეტაპად ჩატარდა და მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვითი ოპერაციების საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფისათვის. სწავლების დასრულების შემდეგ კი ქვედანაყოფს საბრძოლო მომზადების სტატუსის განსაზღვრა მოხდა. პირველადი შეფასებით ქვედანაყოფებმა ძალიან კარგად შეასრულეს ამოცანები. მიზნები დაზიანებული იქნა დროულად, ცეცხლი იყო ძალიან ზუსტი. რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებები გაკეთდება შემფასებელთა ჯგუფის მიერ, რომელიც არის ბრიგადაში შექმნილი და უშუალოდ ახორციელებს ბატალიონის შეფასებას და საბოლოო შედეგები დაედება ამ საბოლოო შეფასების შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 15 აგვისტოდან ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრს 4 ახალი ელექტრომობილი და საპატრულო ეკიპაჟები ემსახურებიან. ელექტრომობილები ბულვარში დღის 16 საათიდან ღამის 4 საათამდე მოახდენენ პატრულირებას. აღნიშნული სიახლის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი წესრიგის და ბულვარში ფეხით მოსიარულე ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილები არ აბინძურებენ გარემოს და მათი პარკში გადაადგილება დამსვენებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის. ჩვენ კვლავ აგრძელებთ სიახლეებს. ამჯერად ბათუმის ბულვარში შემოვიყვანეთ საპატრულო ელექტრომობილები, რომელიც მეტად კომფორტული იქნება ბულვარის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად და პატრულირების განსახორციელებლად, სადაც აკრძალულია ავტომობილებით მოძრაობა და მათი დანიშნულებაა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და ტურისტების უსაფრთხოება.
რუსთავის მეტალურგს კიდევ ერთი ახალწეული ჰყავს. რუსთაველთა რიგებს ბექა ტუღუში შეუერთდა. ტუღუში მეტალურგში ქუთაისის ტორპედოდან გადმოვიდა. თავდამსხმელის კლუბში გადმოსვლა 1 წლით იჯარის სახით მოხდა. ბექა ტუღუში გასულ სეზონში ტორპედოს ღირსებას იცავდა, მანამდე კი ფოთის კოლხეთში და ფინურ კლუბებში გამოდიოდა. ბექა ტუღუშის დებიუტი სავარაუდოდ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ თამაშზე შედგება, რომელიც ხვალ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. მატჩი 17 საათზე დაიწყება. ორი გასვლა მოგვიწია ზედიზედ, ორივე ძალიან სერიოზული მეტოქო, პირველი ქუთაისი იყო, ისევ გასვლა გვიწევს საჩხერესთან, ეს ის გუნდებია და ეს ის გუნდია საჩხერი, რომელიც შარშან ევროტურნირებზე მოხვდა. ანუ ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული მეტოქია, ჩვენც რა თქმა უნდა სერიოზულად ვემზადებით და ყოველ შემთხვევაში მივდივართ საბრძოლველად, არაფერს არ დავთმობთ რა თქმა უნდა. ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. მოვშევდი ქუთაისის ტორპედოში, მქონდა შემოთავაზება რუსთავიდან, გადმოვედი და იმედი მაქვს მივაღწევ ამ გუნდთან ერთად წარმატება. 26 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი უგზო უკლო დაიკარგა ფილიპინებში სამგზავრო ბორანისა და სატვირთო გემის შეჯახების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით ბორანზე 752 მგზავრი და ეკიპაჟის 118 წევრი იმყოფებოდა. შეჯახება ღამით ნაპირიდან 2 კილომეტრის დაშორებით მოხდა სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და მეთევზეების დახმარებით 570 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას აწარმოებდნენ, აცხადებენ, რომ შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა რამ გამოიწვია კატასტროფა მათთვის უცნობია. სამტონაზე მეტი რაოდენობის კოკაინი ამოიღო ეკვადორის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ პორტში განახორციელეს. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც საექსპორტოდ გამზადებული კონტეინერებში კონსერვის ქილებში დაფასებული ნარკოტიკი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს ეკვადორელმა სამართალდამცავებამ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტვირთი ალჟირსა და ესპანეთში უნდა გადაეგზავნათ. ეგვიპტეში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ 1000-ზე მეტი ისლამისტი დააკავა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. მუსლიმთა საძმომ გუშინ ქვეყანაში რისხვის დღე გამოაცხადა და ქუჩებში 10,000-ობით ადამიანი გამოიყვანა, რაც დროსაც პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირება ისევ მოხდა. დაპირისპირება ქაიროში, ალექსანდრიასა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მოხდა. დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 აგვისტოს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ქაიროს ცენტრში არსებული მუსლიმთა საძმოს მომხრეების კარვების ქალაქის დემონტაჟი დაიწყეს.